ჩვენი შოუ 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 საგამომშვიდობის ძირფასო მეგობრებო მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი ხემანდელ გადაცემას გამორჩეული სტუმრით ვიწყებთ და გამორჩეული მიზეზის გვაქვს მისი მოწვევისა. ეს გახლავთ ყველასათვის საყვარელი არტისტი, ჩვენი მეგობარი გია ბურჯანაძე. შემოგია, მადლობა. დღეს ჩვენთან ერთად ყოფნისთვის, აქ მობრძანებისთვის კი მივანიშნე მაყურებელს, მაგრამ ახლა მინდა გავხსნა, ასე ვთქვათ, ყველა კარტი და უთხრა ის, რომ მიზეზიც არის და მიზეზიც დღევანდელ დღეს. აი სულ რაღაც, აი საათში, საათნახევარში 65 წლის ხდები. ძვირფასო მეგობრებო, იუბილე გვაქვს თან როგორი? 65 წლის ხდება, აი სულ მალე რაღაც 1 საათი საათნახევარში გია ბურჯანაძე. შენ გენაცვალე და შენ დაბადების დღეს გაუმარჯოს. ხო, შემოგია, შენი ადამიანი ხარ, რომელიც მთელი ცხოვრება აი სიკეთეს თესავ და შენი მეგობრებისთვის, რასაორია შენი მაყურებლისთვის ხარ, აი გამორჩეულად საყვარელი ადამიანი. ეს გადაჭარბებული არ არის. შენი პიროვნები და შენი ცხოვრების წესიდან მომდინარეობს ეს ყველაფერი და მე ბედნიერი კაცი ვარ, რომ იმ მრავალრიცხოვან არმიაში შენი მეგობრებისა მე შევდივარ და ერთადერთი რამ მინდა გისურვო ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა და ბევრი შემოქმედებითი წარმატება მომავალში. ხოთი ორმგვარი მიდგომაა და ორნაირად შეიძლება რომ გააჟღეროს ადამიანმა. 65 წელი რა ასაკია. ხო იცი ეს ერთი დამოკიდებულა. მეორე 65 წელი ასაკია ძმაო. ეხლა მითხარი შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს ამ ორიდან. არ გავხტარვა 65. ხვალ გეტყვი. აი რო წარმოიდგინო რომ გაქვს საშუალება და თქვა 25 წლის გია ბურჯანაძესთან შეგიძლია რომ გაისაუბრო. რას ეტყოდი ამ გადასახედიდან და ასე თქვა ამ პოზიციიდან. პირველ რიგში იმას ვეტყოდი რომ რა ბედნიერი ხარ რომ ცოცხლები ყავს დედა, მამა, მეგობრები, ნათესავები. პირველი ამას ვეტყოდი რა ბედნიერება როცა ეს ადამიანები შენს გვერდში არიან. იმიტომ რომ კარგავთ ჩვენ უზრფასეს ადამიანებს და რაც უფრო წლებში შედიხარ, უფრო მეტი იქით არიან ვიდრე აქეთ. ჩვენ წავალთ იქ თავის დროზე უფლისნება ყველაფერი და მეორე რასაც თავარი არის რომ გაუსწორებდი ყველა ნათამაშებ როლს. ახლა ეს გამოცდილება უფრო მეტი გაქვს. უფრო მეტად უყურებს შენ ამ პროფესიონალი ხდები ხო წლების მანძილზე და ისი არ მომწონს ჩემი ახალგაზრდობის ნათამაშები როლები, რომ აი თავიდან ვითამაშებდი ყველაფერს და უკეთესად. აი ამ გამოცდილებიდან. მაყურებელმა შეიძლება არ იცოდეს მაგრამ შენ ყველაზე ნაკლებად რაც გიყვარს სცენაზე და რასაც ყველანაირად ცდილობ რომ თავი აარიდო სცენაზეს და ეკრანზეს ეს არის ლექსის თქმა, ლექსის საკითხო. ამის და მიუხედავად შენი პერსონაჟის ანუ ლიმონას მიერ წარმოთქმული ტანო ტატანო ბესიკის ცნობილი ლექსი იმდენად პოპულარულია რომ აი რა გითხრა მე არ მეგულება კინოს მოყვარული რომ გამორჩეული არ იყოს მისთვის ეს ეპიზოდი და შენ რითი ახსნე ამას ვითხარი? არაფერი ეს პერსონაჟი კითხულობს ამას ანუ შენ არ უშვედი რა? მე ვანსახიერებ ამ პერსონაჟს და ნუ როდესაც მაგას ვწერდით, ნუ ეგრე იყო რომ აი იქიდან გამომდინარე რა ჩემი მდგომარეობიდან პატიმარი კაცი არის თქვათ ის სიყვარული თავისი ახსოვს თან ახალგაზრდა კაცი არის და იმ პერსონაჟიდან გამომდინარე წავიკითხე ეს ლექსი თორე გია ბურჯანაძე მაგას ნახდათ ვერ წაიკითხავს. აი მე მეშინია. ლექსის კითხვის მეშინია. უამრავ ბუმბერას არტისტთან მოგწევია ურთიერთობა და არაერთხელ მიკითხავს იცი შენთვის იმიტომ რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს აი ამ გამოცდილებას და ესტაფეტას და ვის გამოარჩევდი აი ამ ტიტანებს შორის? სულ ყველას, იმიტომ რომ ვერიკოსთან ვითამაშე პირველი როლი თეატრში რომ მივედი, პირველი როლი იყო ქალბატონ ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად ვითამაშე და შემდეგ ვინც დამქმნენ იქა უფროსი თაობის ჩვენი კოლეგები სულ ყველასთან ნათამაშე, აი მართლა გენიალურ არტისტებთან რა და ეხლა ძალიან უნიჭო უნდა იყო რომ ამადგან ეხლა არის სწავლო რაღაცა რა ან არ უნდა გაინტერესებდეს შენი პროფესია, იმიტომ ისინი სულ ყველანი პროფესიონალები იყვნენ.
მაღალი კლასის პროფესიონალები. ხო, ვიღაცა გენიოსი არის არტისტებში, ვიღაცა ნაკლებად, მაგრამ პროფესიონალები იყვნენ სულ ყველანი. და ეს ბედნიერება არის ჩემთვის. აი ამაში გამიმართლა, რომ როგორც პარტნიორებში უფროსი თაობის, ну შემდეგ და შემდეგ ჩემი თაობისაც და უმცროსებშიც და რეჟისორებში თეატრში გამიმართლა. აი მართლა ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული კაცი ვარ, ამას ვაღიარებ და მადლობა უფალს, რომ მომცა საშუალება ამ ადამიანებთან ურთიერთობის. მაგრამ გამორჩეულად კიდევ უკვე პიროვნულად და აი კაცური მეგობრობა, ну განსაკუთრებით რამდენიმე კაცთან მქონდა, ну ჩვენი ასაკის მიხედვით დავიწყებ გოგი გელოვანთან, ოთარ მეღვინე თუხუცესთან და ჩვენ საყვარელ გივისთან. მერიკასთან. ძალიან მიყვარდა ისინი იმაგდანაც უდიდეს სიყვარულს გზნობდი და აი მთელი ცხოვრება ჩემი ბიჭობიდან დაწყებული ამ ხალხთან გავატარე სანამ უფალმა არ მოინდომა მათი წაყვანა იმ ქვეყნად. აი ბოლო დღეებამდე ერთად ვიყავით ხოლმე სულ აი ხინში გაჭირვებაში. აი როგორ გითხრა კი აი ოჯახის წევრები ვიყავით ერთმანეთის რა. ყოველი დილა იწყებოდა გოგის ზარით ჩემთან სახლში. ყოველი დილა. ახლა მამა ჩემზე უფროსი იყო წარმოიდგინე რა. აი ეს არის ეს ხალხი რომ მიდის და მიდის შემსვლელი არ არსებობს. ახლები შეიძლება შევიძინო, მაგრამ შემსვლელი მერა. ცნობილი გამონათქვამია რომ დიდ არტისტში ბოლომდე ცხოვრობსო ბავშვი. აი ამ ბავშვურობის ნიშნით ვის გამოარჩევია? აი ხა გეტყვი ერთ რამეს. ესე არის საერთოდ რა ბავშვი იჯერებს ყველაფერს. ეხლა მსახიობის პროფესია არ არის, შენ უნდა დაიჯერო დღეს ხარ მეფე, ხვალ ხარ, რა ქვია, ფურდი, ზეგ ხარ, რა ჩემი რეპერტუარი და ხო. 6 მეფე მაქვს ნათამაშები და 1 ქურდი, მაგრამ ამ ქურდით უყარ ხარ. არის ეგ პარადოქსი კი? მოიგე კინო აკეთებს ამას ორი. 6 მეფე მაქვს ნათამაშები, ქართველები, უცხო, ნუ ინგლისის მეფე, იუდეველების მეფე, რა ვიცი, ქართველების მეფე ხო და ну ახლა ეს თეატრში იყო და ну კინო აკეთებს ამ პოპულარობას რა და ну ახლა ერთმა ქურდმა გადაწყვნა ილია ჭავჭავაძე მაქვს ნათამაშები კაცო ხო და ну ესე მოხდა რომ და ამიტომ შენ რო დაიჯერო რომ დღეს ესახარ ხვალ ესახარ ესე იგი იმიდან გამომდინარე აი რას განისდის ეს ადამიანი გაითავისო შენ და რაღაცა უნდა იყო ბავშვი იმიტომ რომ რაც უფრო ბავშვობა დარჩენილი არის არტისტის ბუნებაში, მით უფრო კარგი არტისტი არის. და ახლა მაგალითს გეტყვი რა, ბავშვი იოლად იჯერებს, აი დაიჭერს ტაფის, ან ქვაბის თავს, ატრიალებს და ის დარწმუნებულია რომ მანქანაში ის. აი ესე არის, ხო? აი წარმოიდგინე ახლა შემდეგ და შემდეგ, აი რო გადახედავ, აი სერგო თამაშობდა პატარა ბაყბაყდევს, რამაზი იმას რა ქვია. აბაკაზო ხოსიკოს რომელიც გახსოვს ხალიჩის სცენარული მანქანაში. ახლა ისინი დიდი არტისტებია, იმიტომ არიან რომ აი ისინი ბავშვები, აი რაც უფრო დიდხანს არის ბავშვობა შენში. ერთხელ ჩემი რა ქვია ნაცვლთან მივედი სახლში, ჩემი მეგობრის ოჯახში და დედამისი ესე ჩემი რძალი მეუბნება, ჩემი მეგობრის მეუღლე ისაო მაიცა ახლა ნელა გამოიწია არ დაგეტაკოსო. ვინ მეთქი და აი ბავშვი ზისო რა. რაღაცა ისი აქვს გაკეთებული თვითონ ღ რაღაცა და ისაო გამიყოლეო დედამისეონება და მაიცა გავაჩერებ მანქანას და მერეო. და მე კარები სად მოდიხარო? მაიც კარები გაგიღო. ის ხო ამას ხედავს. აი ეს არის არტისტი. რომ შენ დაიჯერო იმ მომენტში, აი ვისაც თამაშობ ის შენი გახდეს. და რაც უფრო დიდხანს ახარ ბავშვი. უფრო ორგანულია? უფრო ორგანული არის, აბა რა ეს ძალიან დიდი პლუსი არის მსახიობისთვის რა. მართალია გრიში რაც თქვი რომ მართლა ესე არის. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ კიდევ ერთი საფუძველი გქონდა დღეს გიას მოწვევისა. საქმე ის გახლავთ, რომ 23 და 24 მაისს ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში გვაქვს პრემიერა სრულიად ახალი ეთნო კონცერტისა სახელწოდებით არის ასეთი ქვეყანა. სწორედ ამ ახალი კონცერტის მონაწილე გახლავთ გია ბურჯანაძე. აქვე გეტყვით, რომ ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე biletebg. გელით. შემოგია, მოდი გადავიდეთ ახლა ამ ჩვენ საერთო სიახლეზე ამ პრემიერაზე, რომელსაც ვამზადებ და გულდასმით ველოდებით. არის ასეთი ქვეყანა. ბარაქალა თქვენ, შენ და ბატონ ჯემალს, რომ აი ეს დიდებული საქმე წამოიწყეთ. სხვათა შორის ჩვენ გქონდა ახლა არ ვიცი მაყურებელს ახსოვს თუ არა, ამის გამოცდილება ერთად გავაკეთეთ ჩვენ, მაშინ ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ილია მეორემ გიორგობა გითხრა რომ აბაო თუ და ცხონებული თემური მღერო და ციკლაური ცხონებული თემურ ჩალაბაშვილი ლექსებს თავის ლექსებს და მე ვკითხულობდი ისტორიებს და ეს ჩვენი გაკეთებული იყო და ეს ოპერის თეატრში შესდგა ესა
მართლა ძალიან დასამახსოვრებელი და სამეშტაბი გამოვიდა. იყო ისეთი დაძაბული იყო და ამის გამოცდილება გვაქვს ჩვენ და ისე მიხარია რომ თქვენ მიყვებით ამ გზას. და ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ჩვენი ერი უძველესი ერი არის. ბევრი აღარ დარჩა და ბევრი რამ ისეთი გვაქვს ჩვენი იდენტობის განსხვავებით სხვებისაგან. მე ახლა არ ვაკნინებ არც ერთ სხვა ერს და არ ვადიდებ ჩემს ერს, მაგრამ ფაქტს ვიძახი. რაცა გვაქვს 30 საუკუნოვანი დაწერილი ისტორია გვაქვს. ბევრი რამე არის ხომ ამ ჩვენს საღამოზე. წინარე ქრისტიანული, შემდეგ ქრისტიანული. ეს ორივე ჩვენი განუყოფელი ნაწილი არის. ჩვენი იდენტობის, ჩვენ სულში ჩადებული და აუცილებელია ეს, იმიტომ რომ თაობები მოდის, როდესაც აი ხანდახან ცოტა ისეთი ის არის. ეს მარტო დღეს არ ხდება. წინა საუკუნეებშიც მომხდარა ეგეთი რამ, აი მე-18 საუკუნეში მე გაუცხოება არის შენი ფესვების მიმართ და ეს აუცილებელია რომ ყველა თაობა ჩვენ უნდა უკარნახოთ ვინ ხარ შენ, საიდან მოდიხარ და როდესაც ეს კარგად გვეცოდინებათ, როდესაც ამას ვაფასებთ ვინ ხარ, საიდან მოდიხარ, იოლად გავიკვლევთ სად მივდივართ და რა გვინდა და როგორები უნდა ვიყოთ და არ შეიძლება აი ამ ისტორიის შემხედვარი, ამ ფოლკლორის შემქმნელი ერის ისტორიის შემხედვარი და ამ ისტორიის საერთოდ რასაც ქვია ქართველი რასა დაპატიეთ ეს გრიგოლ ობაქიძის სიტყვებია ჩემი არ არის გრიგოლი ობაქიძე ხმარობდა ხშირად ამას ქართული რასა ორისით კი ხო და არის ეს აუცილებლობა არის და კარგი არის და აი ძალიან გამიხარდება თუ ამ საღამოებზე ახალგაზრდები იქნებიან და ის ადამიანები რომლებმაც უნდა გააგრძელონ ჩვენ შემდეგ უნდა გააგრძელონ ის ისტორია რომელიც დღემდე მოგვიტანა ჩვენმა დიდმა ერმა და განსაკუთრებით აი დიდმა მოღვაწეებმა ერთ-ერთი უკანასკნელი აი ახლა ხანს წავიდა ჩვენგან რომელმაც ერის დიდი ტკივილი წაიღო მაგრამ ერის დიდი იმედი არის რომ ის იქიდან ჩვენი მფარველი არის ჩვენს უწმინდეზე ვსაუბრობ და ეს ყველაფერი რომ ნახონ ახალგაზრდებმა რომ გააგრძელონ ეს ისტორია რა ჩვენამდე მოიტანეს ამ დიდებულმა ხალხმა და იმ დიდმა ერმა რომელსაც ქართული რასა ქვია შემოგია შენ გადაჭარბების გარეშე ეს მინახავს ჩემი თვალით მინახავს სცენაზე სცენის მიღმა ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში უყარხარ ყველგან შენთვის თუ არის რომელიმე ქალაქი ან კუთხე სადაც რაღაცა სხვანაირი შემართებით ან სხვანაირი ხალისით გამოდიხარ სცენაზე შენ თუ გაქვს რაიმე გამორჩეული მიმართება ამ კუთხით კი, რა თქმა უნდა, ახლა ნუ ჩემი საყვარელი ახლა ვიცი შენ საერთკენაც მიყავს ეს რადგან იუბილე და ლამაზი დღე არის ქუთაისისთვის. კი ბატონო. ნუ ქუთაისზე ცოტა გეტყვი, მაგრამ ჩემთვის უსაყვარლესი ქალაქები არის, ნუ სოხუმი და ბათუმი, სადაც დიდი სამეგობრო მყავდა. სოხუმშიც და ბათუმშიც დიდი სამეგობრო. სამწუხაროდ ორად-ორი კაცი დამრჩა ახლა იქ ბათუმში ჩემი სამეგობროდან, ხო? თელავი გამორჩეულად მიყვარდა თელავი. და ახლა ქუთაისზე გეტყვი რა ხდება, რომ მამიდა ჩემი ცხოვრობდა ქუთაისში და სანამ პატარა ვიყავი, სანამ ზღვაზე წამიყვანენ მშობლები, თვე-ნახევარი ზაფხულის აი ეს ერთი თვე ან ხანდახან თვე-ნახევარი ქუთაისში ვიყავი მამიდასთან. სადღაც მე-5 კლასამდე, მე-4 კლასამდე და ბალახვანზე ეს ულამაზესი უბანი, აი სასწაული, წერეთლის ქუჩაზე, ხო და ისეთი იყო რომ ქუთაისში ბალახვანის წერეთლის ქუჩა მე-4 ჩიხში იყო მამიდა, იქ ცხოვრობდა და ბიძაჩემ. და რა ქვია თბილისის ბარნოვის მე-4 ჩიხში გავატარე მთელი ბავშვობა და იქ დავებადე და ხო და იმდენად კონტრასტი იყო ესა, ნუ აი ორივე საყვარელი. მაგრამ ქუთაისი როგორ მახსოვს, იცი მე მახსოვს აი ეს სილამაზე, აი ეს სუნი მაგნოლიები იყო ჩვენს ეზოში და მამიდა ჩემი სახლიდან კიბე ჩადიოდა რიონზე. რიონის პირას იყო ეს სახლი და ესე იგი ეს ამ უბნის ბიჭები და აი სასწაულის იყო რომ ნუ ქართველები თავისთავად და იყვნენ ძალიან ბევრი რა ქვიან ებრაელები ძმობა აი მეგობრობა აი მე ვერ ვარჩევდი რა არც ცანგვიან გავიგე რომ თურმე ებრაელები ქართველები არ არიან სულ თვლიდი ეხლაც ავთვლი რომ ჩვენი ებრაელები არანაკლები ქართველებს უფრო მეცაც აკეთებდნენ საქართველოსთვის და ეხლაც დიდი მეგობრობა არის ხო ხო და აი ეს ერთად ეს ბიჭები ამდენი აბა ეს პატარა ეზო იყო რაღაცა მაგრამ ფეხბურთი ეს ისე მიყვარს და ყველაზე მაგარი რაც იყო სამსახურების მერე რო იკრიბებოდნენ ეს უფროსი თაობის ხალხი და მაშინ ეს პატარა სახლები იყო და ეზოში იყო სულ ყველა თან ზაფხულის პერიოდში და მე ეგეთი იუმორი სხვაგან არც გამიგონია იქ მიდიოდა აი ჟარგონია ხო ღადაობაო აი ღადაობა ჩემპიონები იყვნენ ღადაობის რა ესენი რა
აი მინდოდა დავემახსოვრე მე თბილისში წამომიღო რაღაცა, მაგრამ ნუ ჩემგან იმას ვერ გაიმეორებ, ისინი ჩემპიონები იყვნენ ამისი რა. აი გამორჩეული ქალაქი. იმიტომ ბავშვობა, ნუ წარმოიდგინეთ, თქვენ ნახევარი ყოველ ზაფხულს. და თხემი წერფამდე ქართული, თავის სულისკვეთებით, კულტურით, შემართებით, აი ყველანაირი ნიშნით. და ვისარგებლოთ შემთხვევით და შენთან ერთად მეც მინდა რომ ძალიან დიდი სიყვარული გამოვხატო. ქუთაის დღეს გვირილობა, ქუთაისის დღე არის და გაუმარჯოს ქუთაის და ქუთაისელებს. შემოგია, უღრმესი მადლობა მინდა გითხრა შენ. მოგილოცოთ ამდენი დღესასწაული, ხვალ ამას უფრო პომპეზურად აღნიშნავთ ჩემო ბატონო, მაგრამ რაც შეეხება აგვიჭირდება. რაც შეეხება დღევანდელ ამბავს, გავაგრძელებ სრულიად ბუნებრივად, ვინაიდან ჩვენი სტუმრები არიან ჩვენი მეგობრები, შესანიშნავი მომღერლები ქუთაისიდან, ჩვენი კვარტეტი. გაუმარჯოს. ქუთაისო ჩემო დედულეთო გულისაგულედან აღამისა მომენტო ჩემი ბაღის კიდე ხავსიანი ეზო ძველი ჯაჭვის ხიდი არ მოშალო ღმერთო მომენადრე ძლიერ გეფერები ბევრსო ძველებურად მშვიდა თვლემს ბავშვობის ეზო შემოვირბენგელას სათაფლის მთებსო რიონის პირ შუმად დავბრიცემსო ცნებებით ანთებულიცა ყვავილებით დაფენილი გზა რავინატროსკა ზემაზე დაგვნათი სიღარულის მზე ოცნებებით ანთებული დღე ერთადერთო ჩემო სიცოცხლე ქუთაისო ჩემო დედულეთო გულისაგულედან აღამისა მომენტო სისფერ შემოავლე ბაბთას ნატრის ხესო შენ გიმღერებისე გიორგობის თესო ცნებებით ანთებულიცა ყვავილებით დაფენილი გზა რავინატროსკა ზემაზე დაგვნათი სიყვარულის მზე ოცნებებით ანთებული დღე ერთადერთო ჩემო სიცოცხლე ქუთაისო ჩემო დედულეთო მოგილოცავთ ბიჭებო ქუთაისის აი შესანიშნავ დღესასწაულს თქვენ როგორც გამორჩეულ ქუთაისელებს და სიკეთე გქონდეს ამ არაჩვეულებრივ ქალაქს. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და იცით თქვენ როგორ გვიხარია ყოველთვის თქვენთან სტუმრობა და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ვისარგებლოთ თქვენი ეთერით და ჩვენს საყვარელეს ქალაქს. ყველასთვის ძალიან საყვარელ ქალაქს და ყველას მიმღებ ქალაქს ჩვენს ქუთაისს მიულოცოთ გვირილობა და ყველა ქუთაისელს უსურვოთ ბედნიერება, წარმატება და ჩვენს ქალაქს ასევე კეთილდღეობა და კარგად ყოფნა. თავ ამაზე ტრადიცია ჩამოვიყალიბდა უკვე მეორე წელია, როდესაც აი ამ დღეს აქ აღნიშნავდა. კი ბატონო. ჩვენიერი ამბავია.
აქ თქვენს მოსვლამდე გია ბურჯანაძემ ისაუბრა ქუთაისურ იუმორზე და იუმორი ჩვენს გადაცემასაც უხდება და აბატონო შენთაგან მოვალავარეთ. ხოდა ჩემი ნაცნობია და მაგის თავს მოხდა ეგეთი რაღაცა რომ ადრეო ბიჭო ძალიან გაჭირებულად ცხოვრობდით მთელი ოჯახი. გახსოვთ ძველი პერიოდიო არა შუქი, არა წყალი, არა გათბობა და ზოგადად გათბობის პრობლემა იყო სახშიო და ისეთი გაჭირებული ოჯახი ჰქონდა, რომ მამაჩემს სიცხეს უაძლევდა, მაღალ სიცხესო ყველას გიხარდა, მე მამაჩემზე ვთქვებოდი უყველა. ისეთი გამოსავალი უყოვიათ. თუ განასახადიც არ მოვიდა და არაფერი ეს. იოლად გამოზრდა. ერთი ძალიან ისეთი კარგი კაცი იყო ქუთაისში. საური ერქვა და ბორძიკას ეძახდნენ ზედმეტსახელად რა ხო. იმიტომ რომ ბოდიში ხა ცალი ფეხი ქონდა მოკლე რა ამ კაცს ხელიც არ ქონდა ორივე ერთნაირი. ცოტა სიმაღლეშიც დაბალი იყო და თან ცოტა წელში მოხრილი იყო და ყურშიც ვერ ესწოდა ბოლომდე ყველა ხოდა აი ხანი ამ საქმეზე მუშაობდა ხანი საგან აი თუ რამე დასაცლელი იყო დასატვირთი იყო და ეხლა და იქ ხო სხვებიც იყვნენ ამასთან ერთად მაგრამ პირველი ყოველთვის ზაური ბორძიკას უშვებდნენ რომ გაჭირვებული იყო ძალიან და ეხმარებოდნენ და თუ რამე იყო პირველი ზაური უნდა მისული ხოდა ესეთი ერთი დღეა და რაღაცა დიდი მანქანა დასაცლელი და ზაურია გაუშვათო ბორძიკაო და მივიდა ეხლა დასაცლელად და ძღოლი ეხლა თავზე ადგას და ამ მანქანას ზევიდან ასე გადმოფარებული აქვს და იმას ხო უნდა მიწვდეს პირველი რომ შეხსნას ხოდა ამ თოქს ვერ წდება ეხლა ვერ წდება ეპოტინევა და ახედა ზევით და ღმერთო რა იქნებოდა ერთი სიმაღლე მოგეცაო ჩემთვისო და ძღოლი გამოხედა და სხვა ყველაფერი ხო გააჟურჭი რა ზლავარ ხერ კიდევ ერთი მშვენიერი სიმღერა გაქვს ჩამოტანილი რომელიც ბატონ ვაჟა აზარაშვილს ჩვენს ძვირფას მაესტროს დაუვიწყარ კომპოზიტორს ეკუთვნის და მას შესანიშნავად ასრულებდნენ ქალბატონი ეთერ კაკულია და ბატონი ნიკო ჯადუგიშვილი და მიხარია რომ თქვენეული ვერსიით გააცოცხლეთ ეს სიმღერა და მოდი შევასრულოთ ჩვენ შოუში დიდი სიამოვნებაა ჩემი ძმა ხარ ერთიც მიმღერე და დავუჩოქებ მიწას მუხლებით მაშ გამარჯვებად გბილო სიცოცხლე დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი ვინ მისაფერი მუხრანის ღვინოს ვინ მისაფერი არაგვისველებს სანამდე უნდა რომ ზედებინოს გავარავარებლო ქროს თაველებს სხვა საქართველო მაინც სად არის რომელი კუთხე რომელ ქვეყნისა ვის თუ თქავს ასე ცეცხლის ხადარი ქვეყნად სამოთხეს სხვას მისეღირსა დაუბადებულ ვარ რომ ვიყო მონა საქართველოს მეტ გასულელი მაშ გამარჯვებად გმილო სიცოცხლე დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი სხვა რომ მოგდება მისთვის რა არის წავა გაქრება როგორც სიზმარი მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს რომ კონდრის კაცსაც დება დაგანთებს მე დავსადავს სამზვარებს ბოლო
დარგო ერთად ამდენი ვაზი შობს აღარ მქონდეს სულაც სამშობლო და არ იყოს ასე ლამაზი სხვა საქართველო მაინც სად არის რომელი კუთხე რომელ ქვეყნისა ვის თუ თავს ასე ცეცხლის ნადარი ქვეყნად სამოთხეს ქვას მისეღირსა დაუმატებულა რომ ვიყო მონა და საქართველოს მეტგასულელი მაშ გამარჯვება გბილოს სიცოცხლე დავრჩებით ერთად ჩვენგან უყრელი დაუმატებულა რომ ვიყო მონა და საქართველოს მეტგასულელი მაშ გამარჯვება გბილოს სიცოცხლე დავრჩებით ერთად ჩვენგან უყრელი დავრჩებით ერთად ჩვენგან უყრელი დიდი მადლობა სტუმრობისთვის ჩვენს კვარტეტს წარმატებები უსურვოთ მას ჩვენი შემდეგი სტუმრები არიან ვასო კორნიენკო და მისი დასტა მოდი ჩვენი ნაცვალე მოგზავნი აუადოს მოგზავნი მოგესალმებით მეგობრებო მიხარია თქვენი აქ მობრძანება პირველად ხარ ჩვენ შოუში კეთილი იყოს თქვენი ბეღი მიუხედავთ იმისა რომ რამდენიმე თქვენგანი ჩემი დიდი ხნის ახლობელი და მეგობარი ბრძანდებით ჩემო ვასო მოდი შენგან დავიწყებ იმიტომ რომ შენ კარგად გიცნობს პუბლიკა მაგრამ არ იცის ერთი რამ რომ შენ ჩემი სტუდენტი იყავი თავის დროზე კულტურის უნივერსიტეტში სადაც ფოლკლორის ისტორიას გასწავლი და როგორ იყო ეგ ამბავი მოდი შენ თავად უთხარი ჩვენი შოუს მაყურებელს გათენდა ის ბედნიერი დღე ბატონმა აზორ ერქომაშვილმა გითხრა რომ ახლა თქვენ გეყოლებათ ახალი ლექტორი ფოლკლორის ისტორიას დაგიკითხავთ ბატონი გია ბაღაშვილი გაგვიხარდა რა თქმა უნდა ნაცნობი იყავით თქვენ ჩვენთვის მაგრამ თქვენ არ გვიცნობდით ჩვენ კი ბატონო მე უფრო ძალიან გამიხარდა კახელი იყავით კიდე ხო და პირველ ლექციაზე პირველი შეხვედრისთანავე თქვენც რომ გაიგეთ რომ მე კახელი ვიყავი, აი პირდაპირ წამოიწყეთ ზამთარი. მახსოვს და გითხარით მეორე ხმა და აი თანამას ერთის დაემატა რომ შენ თავიდანვე მითხარი რომ ანდრო პაპას, ანუ სახელგანთქმული ლოტბარის ანდრო სიმაშვილის მოსწავლე იყავი. და ისე მოხდა რომ რაღაცნაირად ტრადიციასაც ჩამოგვიყალიბდა რომ პირველი წუთები ეთმობოდა ხოლმე ზამთარს ან ბერიკats. კი, ასე იყო. ბერიკats ხვეროდით ან ზამთარს ხოლმე და შემდეგ მე იწყებდით თქვენ შესანიშნავ ლექციას, სადაც ძალიან ბევრი რამე გავიგე და დიდი მადლობა ამისთვის. წლების განმავლობაში. გაიხარეთ. რადგან ზამთარი ვახსენეთ, მოდი უთხრათ ჩვენი შოუს მაყურებელს, რომ აქ შვენიერი ანსამბლი თელავიდან შემოძახილი ყავს, რომელიც სტუდიაში გველოდება და ვთხოვოთ მაშინ ბიჭებს, მე ჩემს მეგობრებს ვეთქვი, რომ მიკროფონები შემოგვაშველონ და მაიტაი ზამთარი აქ თქვა თქვენ ერთად იმღერეთ. კი ბატონო, გადმოვინაცვლოთ აქეთ. ზამთარი
მადლობა ბიჭებო ამ სიმღერისთვის. აქვე ჩვენ გავიგეთ რომ თქვენ კონცერტს ატარებთ, ეთნო კონცერტს 23-ში თუ არ ვცდები. 23 და 24 მაისს კი ბატონო. სიამოვნებით მოვაც და ჩვენს დავესწრებით თქვენს კონცერტს. მობრძანდი დიდი სიამოვნებით იმას მივძლებ. ვასიკო, ერთის მინდა ვთქვა რომ შენ ერთ ძალიან მნიშვნელოვან და კაი საქმეს აკეთებ. ეს არის ის რომ დიდი ხანია მასწავლებლობ. მეტი შემიძლია ვთქვა, ცოტა უცნაურად შეიძლება შეგდეს, მაგრამ შენ ესე იგი ბავშვებს ბავშვობიდან ასწავლი დაგვრას და სიმღერას, ხო? ასე გამოვიდა. თანაც ახლა კი თბილისში ასწავლი პროაქტიურად, მაგრამ ასწავლედი წლების განმავლობაში თელავში, ყვარელში, ბოლნისში, მახსოვს, გორში. ეს ბახელი მოგიმართოთ ამ კეთილშობილურ საქმეში. ახლა მოდი ეს ნიჭიერი ადამიანები, რომელიც ასე წარმოადგენენ ვასო კორნეიკო და მისი დასტა. გავაცნოთ ჩვენი შოუს მაყურებელს. ჩვენი დასტა გამორჩეული ჯგუფი აღმოჩნდა. თვითონვე გამორჩეული მუსიკოსები არიან. ჩამოთვლე სახელებით მირიან ბაჩიაშვილი, ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც მღერის ქართულ ხალხურ სიმღერებს, აგრეთვე უკრავს გიტარაზე, ერკვევა სხვა დანარჩენ მსოფლიო მუსიკაში. ჩვენი ხვიჩა ღვთისიაშვილი, დიდი წარდგენა აკეთდება მას. იდა ჩემი დიდი ხნის მეგობარი. ხანდურის და ხალხური ინსტრუმენტების გურუ ასე ვიტყვი და დიდოსტატი. გიორგი კიპაროიძე აგრეთვე ჩემი ბავშვობის მეგობარი. დასარტყამებზე შესანიშნავი ცოდნე და ჩვენი თომა იგივე ბუღა ბაღდავაძე. შეუდარებელი გარმონის დამკვირველი და ოსტატი. ამას სულ ცოტა ხანში იყილავს ჩვენი მაყურებელი და მეგონი ზორეთ რომ მოვიდა ეს დრო, რომ ერთი თქვენებური ესეთი ცეცხლოვანი კომპოზიცია შევასრულოთ ჩვენ შოუში. დიახ, მე ყოველთვის ამ სიძველეებისკენ ვარ, ესე იგი ჩაციკლული ასე ვთქვა და რომ ეძახდნენ ბენდი, ეს რატომღაც არ მომწონდა ქართულ რეალობაში რა და ამიტომ დასტა იყო და დასტა დავწერე. კი ბატონო. აბა გთხოვ თქვენს დასტას ჩვენი შოუს სცენაზე. სიამოვნებაა. Odessa Tskitske Tkvila da tkesaguli Shenda mitorpovi Kagi Şorademi Zaredoftirime Şenagenatsovade Şenicirime Odesk şorademi Zaredoftirime Şenagenatsovade Şenicirime
ველებს და სინიან ღვინის მარომ იციან იმას აღარ ამბობენ ამას რა დასჭადიან თუ გაფარმოდენილი დილი ჩემონანილი მაგალითად ზაგარეფილი გიტარები დამწვანილი ჯან აია 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 უღვინოთან ცხოვრება აბავისე განრება ღვინო არის სიცოცხლე ჩვენი ძმა და ქონება ძმებორობ სამოგდები ნუ ჩამდებ ხუმოშია სულ ყველა ხევედრები ჩამდეთ ხჭორაშია აია ჯან 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 აია ჯan aia jan aia jan aia jan დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, ჩემშვიდობების ძვირფასო მეგობრებო, საუკეთესო სურვილებით და შეგახსენებთ. 23 და 24 მაისს ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში გვაქვს პრემიერა. ეს გახლავთ სრულიად ახალი ეთნო კონცერტი სახელწოდებით არის ასეთი ქვეყანა. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე biletebg. გელი